გამარჯობა. დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი სხვადასხვა დღესასწაულებით და რიტუალებით დატვირთული დღეებია. მთელი ცივილიზებული სამყარო კარგი და კეთილი სიახლეების მოლოდინშია ახალი წლისგან. ფერადდება ქალაქები და სოფლები და ალბათ ნახეთ ჩემი წინა ვიდეო მართალია. ბევრი ნახვები არ აქვს, მაგრამ მაინც თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს აჩუქრები აჩუქონ. იყოს პოზიტიური და დადებითი ეს დღეები. მერე კი ეს დღეები გადაივლის და ჩვენ ისევ რუტინაში ვიძირებით. ხშირად ეს რუტინა საკმაოდ ნეგატიურია, იმიტომ რომ მომებს დასასრული არ უჩანთ. მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, დღე მომატებას იწყებს და უკვე რამდენიმე კვირაში ჰაერში გაზაფხულის სუნიც დატრიალდება. დღევანდელ ვიდეოში მე მინდა მოგითხროთ ამ დღეებისადმი მიძღვნილ ზოგიერთ ძალიან საინტერესო ტრადიციასა და რიტუალზე. ასე რომ მოკალათით თბილ ბუხართან და დავიწყოთ. ხო, არ დაგვავიწყდეს ლაიკის დასმა, კომენტარის დაწერა და გადაზიარება, მით უმეტეს რომ 28 დეკემბრის ჩემი დაბადების დღეა და ეს თქვენგან საუკეთესო საჩუქარი იქნება. ეს დღე მე-20 საუკუნის ისტორიაში სამი ძალიან სერიოზული თარიღით ჩაიწერა. პირველი ეს გახლდათ 25 დეკემბერს 1979 წელს საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანა ავღანეთში და დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც სხვათა შორის საწყისი მიცა ამ ბოროტების იმპერიის დასასრულს. 1989 წლის 25 დეკემბერს ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენა ჩაუშესკუ დახვრიტეს. სასამართლოს სულ 40 წუთი გაგრძელდა და ამის შემდეგ ისინი სიცოცხლეს გამოასალმეს სამხედრო ტუალეტთან. ეს ვინც არ იცით, ჩაუშესკუების კლანი გახლდათ რუმინეთის მმართველები 10 წლეულების განმავლობაში. რუმინეთში დამყარდა საოცარი ტირანია, ეს იყო კლასიკური დიქტატურა და გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ 3 კვირით ადრე პარლამენტმა რუმინეთისამ 308 ხმიდან ჩაუშესკუს დაუჭირა მხარი. There are streams of people going away from the square. და მხოლოდ 3 კვირა გავიდა ამ აღზევებიდან მის ასეთ დაცემამდე. 25 დეკემბერს ძალიან პოზიტიური ისტორიული მომენტი ჰქონდა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა, საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბოროტების იმპერიის დაშლას. In Moscow, the hammer and sickle is lowered for the last time, and an era comes to an end. Я прекращаю свою деятельность. I am ceasing my activities in the post of President of the USSR. ანუ საბჭოთა კავშირი გაუქმდა. ქრისტიანობამდელ სამყაროში 25 დეკემბერი გახლდათ ზამთრის გადატეხის ან გარდატეხის დღე და ასედაც აღნიშნავდნენ მას. სწორედ 25 დეკემბერს იწყებს დღე მატებას, ხოლო ღამე კლებას და ამ დღეს გერმანული და სკანდინავიური ტომები აღნიშნავდნენ დღესასწაულს, რომელსაც იოლი ერქვა. იოლის დროს იკლებოდა საკლავი, ინთებოდა ძალიან დიდი კოცონი და ამ კოცონის ირგვლივ სხდებოდნენ სვამდნენ ლუც, ეს იყო მათი გამორჩეული სასმელი და რა თქმა უნდა მიირთმევდნენ საკლავის ხორცს. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად თავდაპირველად შობას არ აღნიშნავდნენ. არ ითვლებოდა ის დღესასწაულად და მთავარ დღესასწაულად ითვლებოდა რა თქმა უნდა აღდგომა. მაგრამ როცა რომის იმპერიის მთავარ რელიგიად იქცა უკვე ქრისტიანობა, იმპერატორმა კონსტანტინემ დაადგინა, მოიწვია კრება და დაიწყეს დადგენა ქრისტეშობისა. რადგან 25 მარტი უწევდა ხარებას, 9 თვე დაამატეს და ზუსტად 25
დეკემბერს დაემთხვა ძალიან კარგად, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, 25 დეკემბერს დღე იწყებს მატებას. ამას კიდევ ერთი სიმბოლური მნიშვნელობა ემატება, მოგეხსენებათ, რომ ქრისტე სიბნელეზე სინათლის გამარჯვების სიმბოლოა, ანუ ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების. ძალიან შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, თუ რატომ აღნიშნავს საქართველოს ეკლესია შობას 7 იანვარს, ეს ძალიან ფაქიზი თემაა. მე შემიძლია ამის განმარტება, მაგრამ არ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ადამიანი კამათობს ამაზე, მაგრამ ცნობილია, რომ 17 ოფიციალურად აღიარებული მართლმადიდებლური ეკლესიიდან 11 ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. კიდევ ერთი, რომ გვახსოვდეს, ქრისტეშობა არ ითვლება ბრწყინვალე დღესასწაულად. ბრწყინვალე დღესასწაული გახლავთ აღდგომა და ასეც გამოითქმის იგი მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. როგორც უკვე ვთქვი, 25 დეკემბერი ოდითგანვე საკრალური თარიღი იყო და მასთან ძალიან ბევრი ტრადიცია იყო დაკავშირებული, ხოლო სადაც ტრადიციებია, იქ უკვე სიმბოლოებით ჩნდება და სწორედ ასეთ ტრადიციებზე, რიტუალებზე და სიმბოლოებზე გვექნება დღეს საუბარი. ეპისკოპოსი ნიკოლოზ მირლიკიელი, იგივე წმინდა ნიკოლოზი, იგივე ნიკოლოზ საკვირველთმქმნელი. იგი მესამე-მეოთხე საუკუნეებში ცხოვრობდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მირაში, იგივე დემრეშში, სადაც 345 წელს გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 1887 წელს იტალიელმა ვაჭრებმა მიაგნეს წმინდა ნიკოლოზის საფლავს, მისი ნეშტის ნაწილი ამოიღეს და დღეს იგი იტალიის ქალაქ ბარიში არის დასვენებული. აქ მისი სახელობის ეკლესიაც არის. 9 წლის შემდეგ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და ვენეციელებმა უკვე სხეულის დანარჩენი ნაწილები იგდეს ხელში და ეს ნაწილები უკვე ვენეციასთან ახლოს მდებარე კუნძულზე ლიდოზე არის დასვენებული. გასული საუკუნის 60-იან წლებში ბარისის ეკლესიის რეკონსტრუქცია ჩატარდა და აუცილებელი გახდა, რომ სარკოფაგი გახსნილიყო იქ, სადაც წმინდა ნიკოლოზის ნეშტი იყო დასვენებული, ამიტომ სარკოფაგი გაიხსნა და ანთროპოლოგებსაც მიეცათ საშუალება, რომ კარგად შეესწავლათ მისი ნაშთები. მათ კარგი აზომბები გააკეთეს, ძალიან მაღალი ხარისხის ფოტოებიც გადაიღეს რენტგენოგრამებიც და უკვე ამის საფუძველზე 2000-იანი წლების ბოლოსკენ, 5-6 წლის წინ დაიწყო მისი კომპიუტერული აღდგენა, ანუ მისი იერის. აღმოჩნდა, რომ ეს გახლდათ ესეთი შუბლმაღალი ხანში შესული და ახლობით 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, მას ჰქონდა გვალი პირისახე, საკმაოდ ძლიერი ყბის ნაწილი, რა ძალიან საინტერესოა, მას ჰქონდა ჩამწრეული ცხვირის ძვლები და იგი სიცოცხლეშივე იყო არასწორად შეხორცებული. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, ანუ წმინდა ნიკოლოზი იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ქრისტიანობა იდევნებოდა და როგორც ვარაუდობენ, იგი აწამეს და სწორედ ამ დროს მას გაუტეხეს ცხვირი. თქმულების თანახმად წმინდა ნიკოლოზი ცნობილი იყო როგორც ბავშვების და ხელმოკლე ადამიანების დამცველი. იგი ჩუმად უდებდა ხოლმე საჩუქრებს, ღარიბებს და ერთხელაც მან გაიგო, რომ ოჯახს, რომელსაც ძალიან უჭირდა, გადაწყვიტა ამ ოჯახმა, რომ საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილი საროსკიპოში ჩაებარებინა და რათა ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა, წმინდა ნიკოლოზი აძურა სახურავზე, საკვამური მირილიდან ჩამოყარა ფული და საჩუქრები და ბუხრის ქვემოთ ეკიდა გასაშრობად დიდი ზომის წინდა და ამ წინდაში ჩაცვიდა ეს საჩუქრები. რაღაცას გახსენებთ, ხო ალბათ. სწორედ წმინდა ნიკოლოზი გახლავთ დღეს აესოდენ პოპულარული სანტა-კლაუსის სახე. გერმანიასა და ნიდერლანდებში 5-6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზობა აღინიშნებოდა და ამ დროს ზრდილობიან წესიერ დამჯერე ბავშვებს ასაჩუქრებდნენ და ამ ტრადიციამ შემდეგ გადაინაცვლა უკვე ჰოლანდიელებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში და მაშინ წმინდა ნიკოლოზს გერმანულად და ჰოლანდიურად ეძახდნენ Sinterklaas. Sinterklaasმა შემდეგ ამერიკაში განიცადა ტრანსფორმაცია ამ სიტყვამ და გადაიქცა სანტა-კლაუსად. სხვათა შორის თავიდან წმინდა ნიკოლოზი გახლდათ
აი ასეთი იგი იყო გამოწყობილი მწვანეებში და მოხუცი კი იყო, მაგრამ როგორც ელფი ისე წარმოგვიდგებოდა. მას ხელში ესეთი სანათი ეჭირა, ჰქონდა საჩუქრები და პლუს ზარი, რომელიც სადღაც აი კუდზე ჰქონდა ზარი და თხილამურები. მართალია წმინდა ნიკოლოზი სამხრეთელი გახლდათ, წარმოშობით და სამხრეთში ცხოვრობდა, სადაც თოვლი ნაკლებად არის, მაგრამ რადგან ჰოლანდიელები და გერმანელები ისეთ ადგილას ცხოვრობენ, სადაც თოვლი ხშირია და სიცივეები, ამიტომ ესეთი თხილამურებითაც დაასაჩუქრეს თუ დააჯილდოვეს იგი. და როგორც გითხარით, იგი ესეთ მწვანე სამოსში იყო თავიდან გამოწყობილი, ისევე როგორც ელფები. უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებში ამერიკელმა გრაფიკოსმა, ეს ძალიან ცნობილი გრაფიკოსი გახლდათ, თომას ნასტი, მან სანტა კლაუსის ესეთი ქრესტომატიული პორტრეტების სერია შექმნა. და ხედავთ თქვენ, საკმაოდ ლამაზი და საინტერესო სერია ეს. ამ სერიის მიხედვით სანტა კლაუსი ბინადრობდა ჩრდილოეთის პოლუსზე და ბავშვები მას წერილებს უგზავნიდნენ, იგი ამ წერილებს კითხულობდა და თუ ბავშვი კარგად იქცეოდა მთელი წლის განმავლობაში, იგი შობის წინა ღამეს საკვამურიდან ბუხარში ჩაუყრიდა საჩუქრებს და ამ საჩუქრებს უნდა დახვედროდა, რა თქმა უნდა, დიდი ზომის წინდა, რომელშიც შემდეგ დილით ბავშვები ამ საჩუქრებს იპოვიდნენ. სხვათა შორის აქ ხედავთ, რომ სანტა კლაუსი ეწევა, ანუ თამბაქოს მოყვარულია, რა თქმა უნდა, ეს უკვე იმ სიტუაციის გავლენა, როდესაც ამერიკაში წაღებ რიტუალად ითვლებოდა მისი მოწევა. მაგრამ ისეთ სანტა კლაუს როგორადაცა იგი დღეს პოპულარული, გაზიან სასმელს უნდა უმადლოდეთ, ეს საკმაოდ პოპულარული გაზიანი სასმელია მოგხსენებათ, კოკა-კოლა, რომელმაც 1931 წელს იმ დროისთვის ძალიან პოპულარულ მხატვარს ხადონ სანდბლომს შეუკვეთა თავისი სარეკლამო კომპანიისთვის სანტა კლაუსის სახე და ხადონმა შექმნა ასეთი სახე, კერძოდ მან გამოიყენა კოკა-კოლას ფერები, ანუ წითელი ფერის ქურქი, შიგნიდან თეთრი ბეწვით. გერმანიის, იტალიის და ავსტრიის ალპებში სანტერკლაას თავისი ოპონენტი ყავს და ეს გახლავთ ბოროტი კრამპუსი. მას აღწერენ როგორც ბანჯგვლიან, თხის ფეხებზე მდგომ, რქებიან და ენაწითელ ასეთ ურჩხულს, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან გავს ეშმაკს. და თუ სინტერკლაასი დამჯერდა კარგ ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის, კრამპუსი პირიქით იმ ბავშვებს, რომლებმაც წესები დაარღვიეს წლის განმავლობაში, მათ იტაცებს და თავისთან თებში მიყავს გამოქვაბულში. ყველაზე ცნობილი და მე თუ მკითხავთ, ყველაზე ტვინის სამღები მელოდია გახლავთ Jingle Bells-ი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ იგი თავიდან არ ატარებდა საშობაო სიმღერის ფუნქციას. იგი 1857 წელს დაწერა ლორდ პიერპონტმა და განკუთვნილი იყო მარხილით მოგზაურებისთვის, ან ვინც მარხილით დასეირნობდა და მოგხსენებათ, მარხილში შემოუცხენებს ხშირად კიდიათ ხოლმე ზანზალაკები და ეს სწორედ Jingle Bells არის აი ზანზალაკების ხმაზე აწყობილი სიმღერა. და არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა, რომელიც უაღრესად პოპულარული არის ევროპაში და ამერიკაში. ეს გახლავთ გერმანული სიმღერა Stille Nacht, Heilige Nacht, ანუ 7 ღამე, წმინდა ღამე. ეს სიმღერა 300 ენაზე არის ნათარგმნი და შობის აუცილებელ მელოდიად ითვლება ამ ქვეყნებში. იგი როგორც საშობაო ჰიმნი 1818 წელს შეიქმნა და მას ესეთი ისტორია ჰქონდა. პასტორი იყო ასეთი იოზეფ მორი, რომელმაც დაწერა 6 სტროფიანი ლექსი ქრისტეშობაზე. ეს ლექსი მან დაწერა 1816 წელს, შემდეგ იგი გადაიყვანეს ზალცბურგის ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში, სხვაშორის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, ღვთისმსახურად და შობის წინა ღამეს მან გაიცნო ადგილობრივი ორღანზე დამკვრელი და მუსიკის მასწავლებელი სხვათა შორის ფრანც გრებერი. მან სთხოვა, რომ აი ესეთი ლექსი მაქვს დაწერილი და იქნებო ხვალინდელი დღისთვის რამე მელოდია მოიფიქროთო, უბრალოდ მოიფიქრეო და ფრანც გრებერმაც ნახევარ საათში დაწერა ულამაზესი მელოდია
მეორე დღეს გრუბერს და მორს ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დილის მესაზე, ამ საშობაო მესაზე ეს მელოდია შეესრულებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორღანი, რომელზეც იგი უნდა შესრულებულიყო, დაზიანებული იყო. საქმე იმაშია, რომ ორღანს აქვს საბერველები და ეს საბერველები ტყავისგან არის გაკეთებული და ეს ტყავი გამოუჭამია თვითთაგვებს და ამიტომ პირველი ინსტრუმენტი, რაც მოხვდათ მათ ხელში, ეს იყო გიტარა და გიტარაზე და აკაპელა, ანუ აი მის ფონზე შეასრულეს ეს სიმღერა, სხვათა შორის დღეს ამ პატარა ეკლესიაში, ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, ამ ორი ადამიანის სადმი მიძღვნილი მუზეუმია გახსნილი, რომელსაც 10,000-ობით ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ძალიან პოპულარული მუზეუმია ეს. ძალიან სწრაფად გავრცელდა ჯერ ევროპაში, შემდეგ ამერიკაში და ბედის ირონია გახურათ ის, რომ მხოლოდ 1855 წელს გაიგეს თუ ვინ არის ნამდვილი კომპოზიტორი და ავტორები ამ სიმღერისა. მანამდე იგი ხალხური ეგონა. სამწუხაროდ ამ დროისთვის უკვე ორივე ავტორი გარდაცვლილი იყო. აი ეს გახლავთ ეს მელოდია და ალბათ მაშინ რომ ყოფილიყო რაღაცა ბილბორდების კონკურსი, აი ამ ბილბორდებში ეს სიმღერა პირველ ადგილს დაიკავებდა და სხვადასხვა დღეს საშობაო სიმღერებში მას ესეთი ადგილიც უკავია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და პოპულარული მელოდია, რომელიც ალბათ ყველას გემახსოვრებათ, ვინც კი ოდესმე გერმანულს სწავლობდით ბავშვობაში. ჩემი გოგოები სულ მღეროდნენ ხოლმე ამ სიმღერას. ეს არის O Tannenbaum, ანუ O ნაძვო. იგი თავიდან მისი სიტყვები დაიწერა 1525 წელს, წარმოგიდგენთ, ესე იგი 5 საუკუნის წინ და უკვე მელოდია დაწერეს 1615 წელს. ხოლო უკვე როდესაც პარტიტურა შეიქმნა, მისი ნოტები დაიწერა და გავრცელდა, იგი ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში და ეს მოხდა 1824 წელს, ანუ 200 წელი შეუსრულდა ამ სიმღერას. ძალიან საინტერესო, სასიამოვნო მელოდია და ისიც ესეთ საახალწლო საშობაო ატრიბუტი გახლავთ, რომელიც ძალიან ხშირად სრულდება ხოლმე როგორც ტელევიზიით, ასევე ხალხის მღერის ხოლმე საკმაოდ ხმაშეწყობილად. ბევრი ესტრადის მომღერალი ცდილობს, რომ საშობაოდ რამე ალბომი გამოუშვას, ამ ფილმი გამოვიდეს, სპექტაკლები დაიდგას, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ხალხი განსაკუთრებით ეტანება აი ესეთ სადღესასწაულო მუსიკებს, ფილმებს და სპექტაკლებს. ამიტომ არ არსებობს ესეთ ცნობილი არც ერთი როკ მუსიკოსი ან სხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი, რომელსაც ასეთი სიმღერები არ ქონდეს გამოქვეყნებული და ჩემთვის ყველაზე საყვარელი მაინც ეს გახლავთ ლენონის სიმღერა ამ თემაზე შექმნილი. ჩემი თაობის ადამიანებს წარმოდგენა არ ქონდათ თუ სანტა კლაუსი საერთოდ არსებობდა და ჩვენთვის უფრო ცნობილი ეგრეთ წოდებული თოვლის პაპა, ანუ თოვლის ბაბუა იყო. ეს პერსონაჟი იყო კეთილი მოხუცი, რომელიც საჩუქრებს არიგებდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თოვლის პაპა შექმნილი არის 1935 წელს. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი ათეისტური ქვეყანა გახდათ და იქ ყველანაირი რელიგიური გამოვლინება იყო აკრძალული. ერთ-ერთი პირველი რაც კომუნისტებმა გააკეთეს, როდესაც სათავეში მოვიდნენ, ეს იყო ეკლესიების ნგრევა, სასულიერო პირთა დევნა და რელიგიური დღესასწაულების აკრძალვა, რა თქმა უნდა. ამ დროს გაქრა ოფიციალური კალენდრებიდან ყველანაირი რელიგიური დღესასწაული და მათ შორის შობაც და რადგან მოსახლეობა მაინც ცდილობდა, რომ აი ზამთრის დღეები რაღაცნაირად გაეფერადებინა თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის, ისინი შობას აღნიშნავდნენ. და ეს მავნე ტრადიცია რომ მომსპარიყო, საბჭოთა კავშირში გადაწყვიტეს, რომ 1 იანვარი გაეხადათ სახალხო ზეიმად და სხვა შორის კარგად გამოუვიდათ. საპირველ იანვრად გამოდიოდა ფილმები, ერთი ფილმი არის, რომელიც უკვე მე მგონი 50 წელია გადის ტელეეკრანებზე და ყოველ 31
დეკემბერს აჩვენებენ სახელის დასახელებამ და არ არის ცუდი ფილმი, მშვენიერი სიმღერებია მაშინ, მაგრამ უკვე აი ეგერ არის ამოსული. ირგმებოდა სპექტაკლები, კეთდებოდა სპეციალური ტელეგადაცემები, იყო ასეთი Голубой огонек, ცისფერი სინათლე, რომელიც მთელი ღამე გადიოდა საახალწლოდ და იქ საბჭოთა კავშირის ესტრადის ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ამ საახალწლო დღესასწაულს სჭირდებოდა თავისი პერსონაჟი და იგი გამოიგონეს კიდეც. თავდაპირველად თოვლის პაპა გახლდათ სლავური, არა რუსული, არამედ ზოგად სლავური ფოლკლორის წარმომადგენელი, ეს იყო ბოროტი მოხუცი, რომელიც უსაფრდებოდა ყინვაში მოგზაურ გზავრებს, კლავდა მათ, ყინავდა და შემდეგ მათ სულებს იტაცებდა. საკმაოდ საშიში პერსონაჟი იყო, მაგრამ ნაირ გადააკეთეს იდეოლოგებმა, იგი ციმბირის ტყეში დაასახლეს, მას მიუჩინეს მდივნად, შეიძლება ითქვას ესეთი ლამაზად ჩაცმული გოგონა, სნეგურაჩკა და აი სნეგურაჩკასთან ერთად ეს თოვლის პაპა დადიოდა თან დღესასწაულებზე და რაღაც მანდარინებს და შოკოლადებს არიგებდა, რომელიც დეფიციტში იყო მაშინ. სხვა შორის შიგადაში პოლიტიკურ ლოზუნგებსაც ისროდა საქართველოში ამ თოვლის პაპას შემდეგ ჩააცვეს ჩოხა ახალუხი, აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის პერსონაჟია და საშობაო ესეთ ატრიბუტად აქციეს. ახლა რაც შეეხება თვითონ ნაძვის ხეს, ნაძვის ხის თაყვანისცემა და ზოგადად ხეების თაყვანისცემა, ეს არის ალბათ ადამიანების ერთ-ერთი პირველი ესეთ რელიგიური გამოხატულება, იმიტომ რომ ხეებში ისინი ხედავდნენ სიცოცხლის არსს. არსებობდა კიდეც ეგრეთ წოდებული სიცოცხლის ხის სიმბოლო, რომელიც ტოტებად გამოისახებოდა, იმიტომ რომ ხე ფაქტურად უმცირესი ზომის თესლიდან იღებს სათავეს, შემდეგ იზრდება და ასლეულების განმავლობაში ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე თაყვანისაცემი ხე გახლდათ მუხა და მუხას თითქმის ყველა სცემდა პატივს ევროპაში და სხვათა შორის საქართველოშიც იგი წმინდა ხედ ითვლებოდა და ნაწილობრივ ითვლება კიდეც, იმიტომ რომ მუხას აქვს ძალიან ლამაზი ვარჯი, იგი დიდხანს ცოცხლობს, მას აქვს ძალიან გამძლე მერქანი. ასევე განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ მარადმწვანე მცენარეებს. ეს უფრო დამახასიათებელი იყო ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ძლიერ ყინვებს უძლებენ ეს მცენარეები, ისინი არ ყრიან თავიანთ წიწვებს, ისინი მწვანეები არიან, ძალიან ლამაზად გამოიყურებიან აი გადათეთრებულ გარემოში და ამიტომ ისინი სიცოცხლის გაგრძელების და დაუსრულებლობის სიმბოლოდ ითვლებოდა. გუშინ წინ Facebook-ში გავრცელდა ძალიან საინტერესო ვიდეო, საინტერესო ჭყალებში ვამბობ, იმიტომ რომ ვიღაცა მსახიობი ყოფილა, რომელიც გამოვიდა და ისეთი სიბრიყვე მოყვა, რომ აი თვალები კეფაზე ამივიდა, რომ იტყვიან როდესაც პატარა იესო დაიბადა ყრმა და მას ზდევნიდნენ დედამ მარიამმა, იგი წამოიყვანა და როდესაც მტერი მოძებდა, ნუ მოსაკლავად ხო ბუნებრივია, მათ ტრიამინდორზე იყვნენ და იქ მხოლოდ ერთი ნაძვის ხე იდგა და მათ შეაფარეს თავი ნაძვის ხეს და მოხდა სასწაული, ნაძვის ტოტები დაბლა დაეშვა და ყრმა იესო ტრისგან დაიფარა. აი ეს არის ნაძვის ხე, თორე ნაძვის ხე, მაშინ ლეღვის ხე იქნებოდა, მაშინ რაღაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რატომ ნაძვის ხე. დავიწყოთ იქედან, რომ ნაძვები და ზოგადად წიწვოვანი მცენარეები ამ ტერიტორიაზე არ იზრდება. ნაძვისთვის დამახასიათებელი არის უფრო მაღალი მთა, სადღაც 1500-დან 1600 მეტრის ზემოთ იზრდება იგი და ჩრდილოეთით იზრდება ასევე. ამიტომ მოდით ასეთ სისულელეებს ნუ დაუჯერებთ ხოლმე ყოველთვის გულდასმით წაიკითხეთ სახარებაც, ბიბლიაც და იქ ყველაფერი ძალიან კარგად არის ახსნილი. დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებულად ფასობს კავკასიური სოჭი. ეს გახლავთ ნორდმანის სოჭი, რომელიც იზრდება ჩვენთან მაღალ მთაში, იგი დიდი რაოდენობით არის რაჭაში და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საზღვრები გაიხსნა ევროპელებმა, იგი აღმოაჩინეს ჭყალებში, რა თქმა უნდა, იცოდნენ ადრეც, მაგრამ უკვე ნახეს ბუნებაში, ნახეს რომ ეს არის იდეალური ფორმის ხე,
იგი ძალიან სწრაფად იზრდება და ნებისმიერ ნიადაგს ეგუება და ნებისმიერ პირობას ეგუება. იყო ასეთი ლევინსენი და ალბათ არის კიდეც, ოჯახი ალბათ კიდევ არის, მე იგი 90-იანი წლების დასაწყისში გავიცანი. ამ კაცმა დაიწყო დანიაში სოჭის თესლის გატანა და იქ სანაშენე მოაწყო. აი აქედან უკვე მთელს ევროპაში გავრცელდა ჩვენი სოჭი, იმ კაცმა ძალიან დიდი ფული იშოვა, მრაჭველებმაც ხეირი ნახეს პრინციპში, მაგრამ არც ისეთი, როგორიც ლევინსენმა და შემდეგ უკვე სხვებმაც აითვისეს ამ სოჭის გამოყვანა და გაყიდვა, ჩვენთან მაგალითად საშუალო ზომის AM ზომის სოჭი, რომელიც გაზრდასაც დაახლოებით 4-5 წელი სჭირდება, თუ ამ ზომამდე მივიდეს. 30-დან 40 ევრომდე ღირს და არის 50-იანები და 100 ევროიანი სოჭებიც უფრო დიდები. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ბიზნესია და დასავლეთ ევროპელებმა ეს ბიზნესი ააწყვეს სამწუხაროდ ჩვენთან დღემდეც კი ხალხი გადის ტყეში და ჩეხავს სრულიად უაზროდ და უზარმაზარ ზიანს აყენებს ბუნებას აი ამ ნაძვების და სოჭების მოჭრით. ახლა რაც შეეხება თვითონ ნაძვის ხის როგორც საშობაო სიმბოლოდ ქცევას. იგი მე-16 საუკუნეში დიდმა თეოლოგმა და სასულიერო პირმა გერმანელმა მარტინ ლუთერმა გამოიყენა პირველად. მან მორთო ნაძვის ხე სანთლებით და ეს სანთლები აღნიშნავდნენ ვარსკვლავებს. ხოლო თავზე ნაძვის ხის თავზე მან დიდი ვარსკვლავი დადგა, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უკვე ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლო იყო. ეხლა თქვენ შეიძლება დამითხრათ, რომ ეს არის სატანისტური, ეს არის კომუნისტური, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. არა, ასე არ არის, ისევე როგორც თქვათ, სვასტიკა არ გახლავთ ნაცისტების აუცილებელი ატრიბუტი, რა თქმა უნდა, იქცა მათ ატრიბუტად, მაგრამ მანამდე სვასტიკა 1000 წლების განმავლობაში იყო ცნობილი და სვასტიკის ერთ-ერთი ნიმუში საქართველოშიც არის აი ეს ბორჯღალი, ანუ მზის სიმბოლო, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, აი ესეთნაირად გამოისახებოდა. ეხლა ჩვენ მრავალმხრიანი სვასტიკა გვაქვს, მაგრამ ინდოეთში არის კლასიკური სვასტიკა, რომელსაც ჩვენ უკვე ჰიტლერულ პერიოდში ვხედავთ გერმანიაში, ასეთივე ფორმა გახლავთ სკანდინავიურ სიმბოლოებში, ასე რომ ეს არ არის რაღაც ჰიტლერის მიერ მოგონილი. ისევე როგორც ხუთქიმიანი ვარსკვლავი არ არის არც სატანისტების და არც კომუნისტების გამოგონილი. ოდითგანვე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უკვე რამდენიმე ათეული საუკუნეა ვარსკვლავით გამოისახებოდა ვარსკვლავი და მეტი არაფერი. სხვადასხვა ქვეყნებშიც არის ხეების მორთვის ტრადიცია, მაგალითად ინდოეთში ქრისტიანი ინდოელები მანგოს ხეებს რთავენ, იაპონიაში ბამბუქს და კონგოში და მოზამბიკში კი ბაობაბს. საინტერესო მომენტი. სხვათაშორის ზოგიერთებისთვის სათაყვანებელ და საყვარელ საბჭოთა კავშირში ნაძვის ხის დადგმა თავიდან აკრძალული იყო და უკვე 1935 წელს, როდესაც ძედ მაროზი გამოიგონეს და ახალი წლის დღესასწაულით დააფუძნეს, აი სწორედ მაშინ მოხდა ნაძვის ხის რეაბილიტაცია და იგი არის არა საშობაო, არამედ საახალწლო ატრიბუტი. სხვათაშორის 26-27 დეკემბრიდან უკვე მთელი ეს საშობაო მორთულობა, კერძოდ ჰამბურგში, გერმანიაში მთლიანად მოიხსნება და ახალი წელი არის უფრო საზოგადო დღესასწაული. აქ ხალხი გამოდის ისვრიან მაშხალებს, წარმოუდგენელი რამ ხდება, მე გადავიღებ ამას და გაჩვენებთ. და სწორედ ეს განასხვავებს შობის დღესასწაულს საახალწლო დღესასწაულიდან. შობის დღესასწაული არის ძალიან შინაური, მშვიდი და რომ გაიხედოთ თქვენ ფანჯარაში, სადღაც უკვე 24 დეკემბერს საღამოთი მანქანასაც ვერ ნახავთ, რა თქმა უნდა, ადამიანებიც არსად არიან, იმიტომ რომ ისინი სახლებში სხედან, ამზადებენ საშობაო სუფრას და ემზადებიან ამ ძალიან ლამაზი და თბილი დღესასწაულის შესახვედრად. აი, რაც შეეხება საჩუქრების ჩუქებას, ამ ტრადიციას, როგორც ვარაუდობენ, ჯერ კიდევ ქვის ხანაში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ვთქვათ, ერთი გამოქვაბულის მაცხოვრებლები მეორესთან მშვიდობიანად მიდიოდნენ, მიქონდათ მათთვის ალბათ რაღაც საკვები ძირითადად, ან რაღაც სხვადასხვა ქვებისგან დამზადებული სამკაულები და
მიართმევდნენ აი ამ ძღვენად და ეს ტრადიცია დღემდე არის შენარჩუნებული, მოგეცემებათ, როდესაც თქვათ ველურ ტომებს ხვდებოდნენ გასულ საუკუნეებში მეზღვაურები ან მოგზაურები, მათ ყოველთვის თან ჰქონდათ გარკვეული საჩუქრები, ეს ძირითადად იყო სარკეები, ბრჭყვიალა სამკაულები, რომელსაც მიართმევდნენ ხოლმე ტომის ბელადებს და ამით ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მშვიდობით ვართ მოსულები და მივიღეთ ასეთნაირად. დღესაც არის მსგავსი რამ, როდესაც მთავრობის მეთაურები ხვდებიან ერთმანეთს, მათ აუცილებლად ერთმანეთთან მიაქვთ გარკვეული ტიპის საკმაოდ ძვირფასი საჩუქრები, რომლებიც შემდეგ ინახება. მოგეხსენებათ, ადამიანებს ძალიან ახარებს საჩუქრები, ამიტომ ყოველთვის თქვენ საყვარელ ადამიანებს გაუკეთეთ ხოლმე საჩუქრები, ეს შემდეგ დაგიბრუნდებათ ყველაფერი. შეიძლება 5 მაგად და 10 მაგადაც კი. პატარა კონკურსი მინდა საახალწლო საშობაო შემოგთავაზოთ. რაღაცები შეიცვალა ოთახში და დამიწერეთ რა შეამჩნიეთ. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ ყურადღებით უყურებთ ჩემს ვიდეოებს. სხვათა შორის ზოგიერთებისთვის საყვარელ და სანატრელ საბჭოთა კავშირში ნაძვის ხის დადგმა თავიდან აკრძალული იყო და იგი რელიგიურ სიმბოლოდ ითვლებოდა და მხოლოდ ძედმაროსთან ერთად 1935 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია და როგორც საახალწლო და არა როგორც საშობაო ატრიბუტის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. იოჰან ვიხერნი იყო ასეთი მეცენატი და თეოლოგი ჰამბურგელი, რომელმაც გამოიგონა ძალიან საინტერესო რამ. ადვერტსკრანცი. ანუ საშობაო ბორბალი. გერმანიაში იყო ასეთი ტრადიცია. 20 დეკემბერს გერმანელებს თავისი ეს ურიკები გაყავდათ ტრიალ მინდორში და მას აძრობდნენ ერთ ბორბალს, რომ ვინმე ცნუნება არ ქონოდა ემუშავა ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს ბორბალი მოქონდათ სახლში, მას კიდებდნენ ჭერზე და ამკობდნენ ნაძვის ტოტებით და ზედ კიდებდნენ ხილს და სხვადასხვა მოსართავებს. იოჰან ვიხერნმა 1833 წელს და ჰამბურგში დააარსა ბავშვთა სახლი. აქ მიუსაფარი ბავშვები ყავდა მას და ყვებავდა და ასავლიდა და ამ ბავშვებმა ტვინი წაუღეს, რომ როდის დადგება შობა და მოკლედ ვიხერნმა ძალიან საინტერესო რამ მოიფიქრა. აი მე აქ მაქვს ასეთი ეგრეთ წოდებული ადვერტსკრანცი, რომელიც შედგება 4 ცოტა მოინგრა, მაგრამ არ აუშავს 4 სანთლისგან. თავდაპირველად სანთლების რაოდენობა იყო 24. იყო პატარ-პატარა სანთლები, რომლებიც აღნიშნავდნენ ჩვეულებრივ დღეებს და 4 დიდი სანთელი. ყოველი დიდი სანთელი აღნიშნავდა კვირის დღეს. და ყოველ დღე ანთებდნენ ამ სანთელს დეკემბრის დასაწყისიდან და ზუსტად შემდეგ უწევდა 25 დეკემბერს და ბავშვებმა ამით თვლაც ისწავლეს და რა თქმა უნდა ეს ტრადიცია დამკვიდრდა, დღესაც არსებობს და ეს ტრადიცია არა მხოლოდ გერმანიაშია, დღეს იგი თითქმის მთელ ევროპაში არის მოდებული და რა თქმა უნდა გერმანელები როგორც ძალიან მოძრავი ხალხი, მოგეხსენებათ ისინი ამერიკაშიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ ირლანდიელებთან ერთად. იქაც წაიღეს და დღეს უკვე ასეც ადვერტსკრანცს იქაც იყენებენ როგორც საშობაო მორთულობას. როგორც გითხარით, მე მაქვს რაჭული ნაძვის ხე, მართალია აქ გამოზრდილი გერმანიაში, მაგრამ მაინც წარმოშობით და ფესვებით იგი რაჭიდან არის და ასევე ჩემმა კეთილმა მაყურებელმა, თქვენ გახსოვთ, მე გამომიგზავნა ასევე რაჭველი კაცის მიერ, ოღონდ ამერიკაში გამოშვებული სათამაშოები, ნაძვის ხის მოსართავები, რომლებიც რა თქმა უნდა საპატიო ადგილს იკავებენ ჩემს ნაძვის ხეზე, ნაწილი დავკიდე, ნაწილი აქ მაქვს და ახლა დავკიდებ. ასეთი პატარა საქართველო მექნება კუთხეში. მაგრამ საქართველო აქაც მაქვს, ჩემმა მეგობარმა, ეს რეკლამაში არ ითვლება, არ ჩამომართვათ, ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც მე ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი ზაალ კოკაიასთან, იგი გახლავთ
ძალიან ცნობილი მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობს შვედეთში, მან გაამიგზავნა თავისი წარმოების უგემრიელესი საფერავი და რა თქმა უნდა მე დღეს საფერავსაც გიახლებით. და მის წარმოებას ჰქვია ბიომარანი, რა თქმა უნდა ეს გახლავთ კახეთის ვენახებიდან დაწურული ღვინო. როგორც გითხარით, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ნებისმიერი ტრადიცია და ძალიან ხშირად ეს ტრადიცია ერწყმოდა წარმართულ ტრადიციებსაც, რა თქმა უნდა. მაგალითად არსებობს ულამაზესი ტრადიცია, ეს არის ალილოობა, როდესაც თავდაპირველად ეს მამაკაც და გუნდი იყო, რომელიც ალილოსთვის მიძღვნილ სიმღერებს მღეროდა, დადიოდა სოფელ-სოფელ, მათ ასაჩუქრებდნენ ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტებით, რა თქმა უნდა, იქ ღვინოთ და ჭაჭაც იყო ალბათ. მოგვიანებით მამაკაცები უკვე ბავშვებმა შეცვალეს და ძღვენს ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვადასხვა სახის ტკბილეული. მე როდესაც ბათუმში ვცხოვრობდი, მეც დავდიოდი ალილოზე, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა წარმოდგენა არ ქონდა, რომ ეს რაღაც რელიგიური რიტუალია, რაღაც დამახინჯებულ რუსულ სიმღერასაც ვღეროდით, რაღაც სეიუ, ბეიუ, პასება, რაღაც წარმოდგენილი სისულელე იყო და ამ ჯგუფში ვიყავით ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები, იეზიდები, რა ვიცი, ვინ არის მთელი შპანას გვეძახდნენ და ასე დავდიოდით და გვაძლევდნენ მანდარინებს, კამფეტებს და მოკლედ ეს იყო ჩვენი ალილო, მაგრამ დღეს უკვე რა თქმა უნდა ალილომ ესეთი ოფიციალური სახე შეიძინა და საკმაოდ სერიოზულად ტარდება. საქართველოს საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დამახასიათებელი სადღესასწაულო კერძები მზადდება, თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც გახლავთ ალბათ ძალიან პოპულარული და უკვე ყველა კუთხეში მზადდება იგი გურული ღვეზელები, რომელიც მოგეხსენებათ ყველით და კვერცხით მზადდება და საოცარი გემო აქვს მას და ძალიან მიყვარს იგი. რადგან ნაძვის ხეზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა მე გვერდს ვერ აუვლი ისეთ ულამაზეს და ჩემთვის ძალიან საყვარელ სარიტუალო საგანს, როგორც გახლავთ ჩიჩილაკი. სხვადასხვა ჩიჩილაკი გერმანიაშიც ვნახებ მე, მას ცოტა სხვანაირი ფორმა აქვს, მაგრამ ისიც თხილის ტოტისგან მზადდება. მოგეხსენებათ, გურული ჩიჩილაკი არის ყველაზე გამორჩეული, იგი მზადდება როგორ თავიდან მსხვილ თხილის ჯოხს ათბობენ, რომ ადვილი დასამუშავებელი იყოს და ძალიან ბასრი დანით იწყებენ ბურბუშელების ათლას ქვემოდან ზემოთ. ეს ბურბუშელები ძალიან თხელია, ისინი ხუჭუჭები ხდებიან და ულამაზეს ფორმას ქმნიან. ეს ყველაფერი კეთდებოდა საახალწლოდ. მოგეხსენებათ, 1 იანვარი ეს არის წმინდა ბასილის, იგივე ვასილის დღესასწაული და ამიტომ სწორედ ამ ჩიჩილაკს ბასილას წვერსაც ეძახდნენ. ანუ როგორც წმინდა ბასილს წვერი ქონდა, ზუსტად აი ესეთი უნდა ყოფილიყო ჩიჩილაკიც და რაც უფრო დიდი და ფაფუკი იყო ეს წვერი, რა თქმა უნდა, უფრო ფასობდა. ამ ჩიჩილაკზე კიდებდნენ ტკბილეულს, ბროწეულს, ვაშლს და იმ ხილს, რომელიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო და სხვა შორის კვერცხებსაც და მათ ყვინჩილებს ეძახდნენ, ძალიან საინტერესოა. შემდეგ უკვე როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა, დაიწყეს ჩიჩილაკის ზედა ნაწილის შუაზე ორად გაყოფა და მასში ორი ესეთი ფირფიტის ჯვრისებურად ჩასმა და სწორედ ამაზე ეკიდებოდა ეს ტკბილეული და ხილი. ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების დამუშავება და შემკობა და საჩუქრად მირთმევა იცოდნენ საქართველოს სხვა კუთხეებშიც და იყო ერთ-ერთი ასეთი ხის ტოტი დამუშავებული, რომელსაც მაშხალას ეძახდნენ და ეს მაშხალები ძირითადად მიქონდათ ბატონებით დაავადებული ბავშვებისთვის. სვანებსაც ჰქონდათ ძალიან საინტერესო ტრადიცია, ეს გახლდათ ეგრეთ წოდებული კამარა. როდესაც ხეს წვერზე მოაბავდნენ თოქს, დაკაჩავდნენ მას და მის წვერს მიწამდე დაიყვანდნენ. ეს ძირითადად ხდებოდა ხოლმე, როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა და შემდეგ აი ამ გადახრილ ხეზე იყიდებოდა შესაწირავი. და რა თქმა უნდა, მეკვლეობის ტრადიცია ესეც უძველესი ტრადიცია, როდესაც ადამიანს შეარჩევდნენ ხოლმე, რომელსაც კარგი ფეხი ჰქონდა, მას უნდა შემოეღო 2 იანვარს ან 17 დეკემბერს ძველი სტილით სახლის კარი
და ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის და სპეციალური ტექსტიც უნდა ეთქვა, რომელიც ოჯახს დალოცავდა და იმ წელს ოჯახს, რა თქმა უნდა წვეულდა ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიმდიდრე. სკოჩი. ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, დიდარი თუ მათხოვარი, ერი თუ მოყარე, სიხარულით გიღებ კართ შენი ბედი დამებედოს. მორდანდი გენაცვალე. მეკლეს მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხონჩაზე დაალაგებდა სურსაც ანოვაგეს, ღვინოს და სამჯერ შემოუვლიდა ხოლმე სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქას შესთხოვდა და ხონჩაზე აუცილებლად უნდა დებულიყო ხორის თავი. აჭარაში სახელმწიფო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ აჩმა და ბაკლავა, ეს ორი უგემრიელესი პროდუქტი და მარცვლეული, განსაკუთრებით ხორბალი. ხორბალს მიმოაპნევდნენ ხოლმე და მუჭაში რამდენიც ჩაეტეო და იმდენი ხნის სიცოცხლე ეწერა ამ ოჯახს. ახალი წელი განსაკუთრებით აღინიშნებოდა რაჭაშიც, აქ ორ ბაჭულს აცხობდნენ, ერთი იყო ახალი წლისთვის, ხოლო მეორე ძველი ახალი წლისთვის. დიასახლისები აცხობდნენ ეგრეთ წოდებულ კერია ბერიას, ძალიან გემრიელ კვერებს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ, იმიტომ რომ იყო ეს კვერები როგორც ადამიანებისთვის განკუთვნილი, ასევე შინაური საქონლისთვისაც, მაგალითად ძროხებს ჰქონდათ ესეთი რქის ფორმის კვერები და მათ აჭმევდნენ ამას, მარილიანი კვერები იყო, ხოლო ცხენებს აჭმევდნენ ნალის ფორმის კვერებს. სვანურ საშობაო სუფრაზე, ისევე როგორც მთაში ზოგადად, რა თქმა უნდა, წამყვანი ადგილი ხორცეულს ეკავა, აქ შობა საკლავის გარეშე არ აღნიშნავდნენ, იკვლევოდა ხარი ან ხბო, უმეტესად ღორი და საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო სვანების უგემრიელესი და უნიკალური საჭმელი კუბდარი, რა თქმა უნდა, ხაჭაპურები, ფხლოვანები და ტრადიციულად ხარშავდნენ ხარის ბეჭს. ხევსურები ახალ წელს წელწადს უწოდებენ და მას დიდი სამზადით ეგებებიან. საახალწლოდ იხდება არაყი, მოგეხსენებათ ხევსურეთში ზემოთ ღვინოს ვერ დაწურავ, თუ ქვემოდან არა იტანე და ხატში მიდიან უკვე დასტურები და ხატის მზარეული, აქ უკვე გამზადებული არის ლუდი, დიასახლისი აცხობს საშობაო კვერებს და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ხევსურები უსხდებიან სუფრას ხატის მოვლის შემდეგ და აკრძელებენ კეიფს. ქართლში აცხობენ ასევე ბასილას ქანდაკებებს, ეს გახლავთ ესეთ კაცის ფორმის კვერები, რომლებიც ასევე თაბლთან ერთად მიირთმევენ მას და ამ ბასილას ქანდაკებების ანამ ჯერ სუფრა დაიწყება, მანამდე ხონჩაზე დევს ყველაზე საპატიო ადგილას. ქართლსა და კახეთში ახალ წელს არის ასევე ტკბილი პურების გამოცხობის ტრადიცია, რომელშიც ჩატანებული არის ხოლმე ქიშმიში, ანუ მშრალი ყურძნის მარცვლები. ეს ძალიან გემრიელი კექსია, მოდით ასე დავარქვათ, რომელიც ყველა ოჯახის წევრს თავისი უნდა ქონოდა და როდესაც ახალი წელი დადგებოდა, თვითონ ატეხი უნდა მოეტეხათ. მოკლედ, ბოლოსკენ ისეთ თემებზე ვისაუბრე, რომ მომშვიდდა მართალი გითხრათ, ამიტომ დაგემშვიდობებით, აი ჩვენი ეკლესიის ზარებიც რეკენ და დღეს როგორც გითხარით, კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობა ქრისტეშობას აღნიშნავს. მოდით, ნუ ვიკამათებთ დღეს რომელია სწორი, რომელია მართალი, რომელია მტყუანი. დღესულ ეს იყო, მე მინდა გისურვოთ 7 ლამაზი თბილი დღეები, გაულამაზეთ ხალხო ერთმანეთს ცხოვრება, ისედაც ძალიან მოკლეა იგი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი თემით, ძალიან საინტერესო თემით. ასე რომ, ნახვამდის.